ისრაელის სახელმწიფოზეც ხშირად გვესმის ხოლმე ასეთი არგუმენტი, რომ ეს არის ებრაული სახელმწიფო. ეს სახელმწიფო შეიქმნა იმისთვის, რომ ებრაელები არსებობდნენ სახელმწიფოს გარეშე. მაგრამ ეს არგუმენტი არ ვფიქრობ, რომ არის მთავარი, რის გამოც ადამიანმა ისრაელს მხარი უნდა დაუჭიროს. და ეს არგუმენტი არ არის მთავარი პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ მრავალ ეთნოსზე დაფუძნებულ სახელმწიფოებს, რომლებიც თავისივე თავში არ მოიცავს თანასწორობის პრინციპს, თავისივე თავში არ მოიცავს უფლებების დაცვის პრინციპს. გაერო რომ ძალიან მრავალ სახელმწიფოს ლეგიტიმაციას დაუჭირა მხარი, რომლებიც შეიქმნენ რაღაც ეთნოსზე დაფუძნებით, მაგრამ არავინ არ დაინტერესდა თვითონ ამ ეთნოსში რამდენად დაცული იქნებოდნენ ის ადამიანები სახელმწიფოს მიერ. მივიღეთ დიქტატორული სახელმწიფოები, სადაც ადამიანის უფლებები გათელილია. მივიღეთ სახელმწიფოები, სადაც ქალს თუ გააუპატიურებენ, თავად ქალია დამნაშავე და იჭერენ. მივიღეთ სახელმწიფოები, სადაც წიგნს თუ შეიძლება დაისაჯო, სადაც თავისუფალი სიტყვა არ არსებობს, სადაც ადამიანები არჩევნებში ვერ მიდიან და ადამიანები ვერ ირჩევენ თავიანთ ლიდერებს. ამისგან განსხვავებით, მართალია ისრაელის ეთნიკურ დონეზე ჩამოყალიბდა და ეთნიკური არგუმენტი აქ ძალიან დიდი იყო, მაგრამ ისრაელი ჩამოყალიბდა როგორც თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, სადაც ინდივიდებს ექნებოდა თავისუფლება და ისინი კანონის წინაშე იქნებოდნენ თანასწორები. როდესაც ისრაელი შეიქმნა, დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი, თანაბარ უფლებიანი. და დღეს ეს ასეა. როდესაც გავიხედავთ ისრაელის ქუჩებში, დავინახავთ ყველა სახელმწიფო აბრას ინგლისურად, არაბულად და ებრაულ ენაზე. ვხედავთ, რომ არაბებს აქვთ იგივე უფლებები. მათ შეუძლიათ შექმნან პარტიები, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ჰქონდეთ წარმომადგენლობა ისრაელის პარლამენტში, ქნესეთში. მათ აქვთ იგივე უფლებები, რაც ნებისმიერ ებრაელ ან არაებრაელ სხვა ეთნოსის წარმომადგენელს. ჩვენ ნახულობთ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არაბებს აქვთ თავიანთი შარიათის სასამართლოებიც კი, სადაც წყდება ოჯახური საკითხები და ოჯახური კონფლიქტები. ისრაელი არის ერთადერთი სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში, სადაც არაბებს აქვთ უფლებები, იცხოვრონ თავისუფლად, იცხოვრონ ისე როგორც მათ სურთ და რომ მათი თავისუფლება არ იქნება დასჯილი დიქტატორული სახელმწიფოების მიერ. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატომაც უნდა დაუჭიროთ მხარი ისრაელს. ეს არის სეკულარული არგუმენტი, რომელიც ცხადია ყველასთვის და ეს არ ეფუძნება არანაირ იმ ბიბლიურ, არანაირ იმ ირაციონალურ არგუმენტს, რაც რეალურად ვერასდროს ვერ ახსნის თუ რატომ უნდა არსებობდეს სახელმწიფო და რატომ უნდა არსებობდეს ისრაელი. ისრაელი უნდა არსებობდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, ის არის ინდივიდის უფლებების დამცველი სახელმწიფო და ვფიქრობ, ეს არგუმენტი არის მთავარი და ერთადერთიც კი, რატომ უნდა გავამართლოთ კონკრეტული სახელმწიფო და რატომ არა.